ნუ თუ მისი ცოლი გავხდები. ახლა დღე და ღამე ერთად ვიქნებით? თითქოს დრო გაჩერდაო. ნეტავ დამაძინა და გაღვიძებულ შემიცოლი აქ დამანახა. მორჩა მეგობრებო, წავედით. ილიას. შვილო ეს რა წესია? ყველა ერთად უნდა წავსულიყავით, მანქანით. ჩემი საყვარელი შვილი სად არის? უკვე ჩაიცვა? ზემოთ არის დედა. ზაფერ, ბებია ზემოთ აიყვანე. მოგესალმები დეი და მულისე. შესანიშნავად გამოიყურებით. მოიცადე, დამელოდე ახლა მოვალ. ახლა ატირდება. გეყოფა დეი და სეჰერ. 2 საათია მაგიერს ვუკეთებ. გულს ნოუჩუღებთ. წადით, ქვემოთ ჩადით. სწრაფად. მიდით. ასიე. ბებია მოვიდა. ბებია მოგესალმები. თვალი არ გეცეს. ჩემო ლამაზო გოგო. იმედია ძალიან ბედნიერი იქნები. ღმერთმა დაგლოცოს, ჩემო გოგონა. ღმერთმა დაგლოცოს. გმადლობებია. მოდი ჩაგეხუტა. უშენოთ რამე შველება დაო. ახლა მოადირებთ. ასეთი რამეები გუშინ მოგესტუმრებინათ. შეწყვიტეთ. მორჩით ტირილს.
ხომ არაფერი იტკინე. ფრთხილად უნდა იყო. შემთხვევით მომივიდა. ესენი მუსიკოსები არიან? დაიჭირეთ. სიძევ, დავიფიცე, რომ ამ გოგოს ქორწილში ვიცეკვებდი. ჰა. დავიფიცე, დავცეკავ კიდეც. მაგარია. მოიცადე. წითელი ლენტი სად არის? ლენტი დაგვავიწყდა. იფეკ. ბედნიერი ყოფილიყავი შვილა. ბედნიერი. გამარჯობა. ისლა? მოგესალმები სიძევ. კარგად გამოიყურები. ბედნიერებას გისურვებთ. სულ წარმატებულები ყოფილიყავით. ანგელოს გავხარ ჩემო-ფერიო. საგრისთვის მოვედით. სახლში გველოდებიან. სრიალებს.
მოდი ჩემთან. როგორ ხარ ბიძა ჩემო? შეხედე ისე მოვედით. ლოჩახ, მალე დაქორწინებულ ხარ. მიყვარხარ. მეც მიყვარხარ. კიდევ ერთგან შევიაროთ. მერე კი წავიდე და დავქორწინდეთ. სად? წამოდი. ილია, სად მივდივართ? წამოდი რომ გეუბნები. საღამო მშვიდობისა. ყველას მოგესალმებით. აქ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ ამ ახალგაზრდა წყვილის შეუღლების მოწმენი გავხდეთ. თუ მზად ხართ, შეგვიძლია ცერემონია დავიწყოთ. თქვენ ილია საუჯი და ასიე ას განცხადებით მიმართეთ, რომ თქვენი შეუღლება ოფიციალურად გაგეფორმებინათ. რაკი არანაირი დაბრკოლება არ არსებობს, დამწყე საზოგადოების თანდასწრებით მოწმეებს თხოვ, რომ თქვენი ქორწინება დაამოწმონ. თქვენ ასიე ას თანახმა ხართ, რომ ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ცოლად გაყვეთ ილია საუჯის. დიახ. ილია საუჯი, თანახმა ხართ, რომ ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ცოლად შეერთოთ ასიე აზი. დიახ. მოწმეები თანახმა ხართ? დიახ. დიახ. ხელისუფლების მიერ მონიჭებული უფლებით ცოლ-ქმრად გაცხადებთ. ბედნიერები ყოფილიყავით.
ბედნიერებას გისურვებთ. სიძევ? შვიდობაში. გმადლობ. ოჩახ სიძევ. გილოცავ. აი რეშულა. სალი. რამეს ხომარინებებთ? არა. ყველაფერი შესანიშნავია. ძალიან გემრიელია. კარგი ქორწილია. გისმენთ ბიძია, რა გნებავთ? წყალი შეიძლება? როგორ ხარ საყურელა? დაიღალე? არა, ყველაფერი რიგზეა. შესანიშნავი საღამოა. მინდა რომ არასდროს დასრულდეს. მეც. რა თქმა უნდა ვთქვი. ნეტავ მალე დასრულდეს, რადგან მინდა რომ მარტო დავრჩეთ. შვენიერი ცხოვრება გველოდება. მზად ვარ, შენს გამო თები გადავდგა. ჩვენი შვილის გამო. ახლა კი ვერავინ შემაჩერებს. ჩემთან ბედნიერი იქნები. მართლა დავქორწინდით? ხო, საყურელო, დავქორწინდით. ახლა ერთმანეთს ვეკუთვნით. მე და შენ არასდროს დავბერდებით. ჩვენი გულები ასე იფეთქებს ერთ რიტმში. სიძე? მუსიკოსები გაურკვეულ სიმღერებს მღერიან. გულით ვერ ვიცეკვეთ. ო, სიძე, მეც არ მომწონს. ეს რა ქორწილია? კარგი, სიძე. ახლა მოვაგვარებ ყველაფერს, კარგი. აბა, პატარძალთან ერთად ვიცეკვათ. რა სიტყვით? მოდი სიძე, მოდი, ვიცეკვათ. მოდი, ვიცეკვათ. მიდი. მიდით, მაგარია.
მამა, წამოდი. წამოდი, მამა. რატომ არ ცეკვავთ? არ ვიცი. მე მხოლოდ ვეხმარები. დიახ. მეც თქვენსავით, როგორც მეფე დედოფლის მეგობარს, უამრავი საზრუნავი მაქვს. გამარჯობა. ეს ჩემი საქორწილო საჩუქარია. მოტოციკლი. ბედნიერებას გისურვებთ. ილიას. სპორტს თავი არ დაანებო. მიუხედავად იმისა, რომ ცოლი შეირთე. ამ ხელაგზე გავიარე. სასმელს არ შემომთავაზებთ ახალგაზრდებო. ქალბატონ ჰელინს სასმელი მიართვით. როგორ ხარ? ხედავ ძმაო. ჩვენს ტრასაზე ასეთი არავის ხავს. ასეთი თურქეთშიც არავის ხავს. მართლა? გილოცავ. ხო, მაგრამ აქ ვერ დავტოვებთ. ომერთან უნდა დავმალოთ. ილიას, უგან დაუბრუნე. სერიოზულად ვამბობ. გეუბნები, დაუბრუნე. ხო, მაგრამ საჩუქარია. საჩუქრის დაბრუნება არ შეიძლება. მომისმინე? ამით ვერ მომატყუებს, მაო. ოსტატი ჩემს სახლშია. ვიდრე ეს აქ იქნება არ მოვა. სკანდალი მოხდება. დეიდა ფათმა დაამტვრევს. ოჯახური ცხოვრების პირველივე დღეს ყველაფერს გააფუჭებ. და არ შემეწოდები. ახალი რძალი კი შემეწოდება. კარგი. 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 ვიდრე ასია გაიღვიძებს, ომერის სახლში დავმოვა. ჯერჯერობით. შემდეგ რამეს მოვიფიქრებ. ახლავე მოვაგვარებ ყველაფერს, რომ მერე ხმაური არ იყოს. ძმაო თახիր. რა? მამა ჩემს დაურეკე. უთხარი რომ დაუბრუნე. სახლში მოვიდეს. ყველაფერი რიგზია. ჭკვიანად. მამას შეხედეთ. დგას და მიყურებს. იმდენი დალია და მაინც ფეხზე დგას. არ მის. დილის 7 საათია დაიძინე. მეძინა ჰელინ. სანამ რომ მოხვედი და არ გამაღვიძე.
წუხელ დილამდე ისე კარგად მეძინა. თურმე გაბრაზებულია. ხალხს ძილის საშუალებას არ აძლევს. არ მინდა მამაშენმა გაცრენების გამო გამომაგდოს. დივანს დაურეკავ და ვეტყვი რომ დღეს არ მიხვალ. მამაშენს ქვეყნის პრეზიდენტმაც რომ დაურეკოს, მაინც მომკლავს თათბირზე თუ არ მივალ. ნიშნულოვანი შეხვედრაა. წადი შხაპი მიიღე, გამოიცვალე. ფაბრიკაში აუცილებლად უნდა მივიდეთ. აუცილებლად გესმის? კარგი. კარგი. ჯერ ტრეკზე გავიაროთ. ღმერთო, რა ტრეკი? იქ აუცილებლად მივა. მოტოციკლის გამოცდას მოინდომებს. აი ნახავ. ახლავე ექიმთან ჩაგწერ. თავიდან ამას ყურადღებას არ ვაქცევდი. მეგონა დამშვიდებოდი. მაგრამ ჩაციკლული ხარ. შენ რა, სულ შეიშალე? გუშინ ცოლი შეირთო. ახლა თაფლობისთვის აქვს. გონია ტრეკზე მოვა? როგორ არა? მოტოციკლი იქ არის და გონი არ დაჯდება? რა თქმა უნდა. ასე არ არის, თუ ღმერთი გწამს. თურმე თაფლობისთვის აქვს. ორ თვეში ერთმანეთს დაშორდებიან. აი ნახავ. ვიცი. ორ თვეში. პირველად ვხედავ რძალს, რომელმაც კატა მოიყვანა. ამას უყურეთ. სალი. დილამშვიდობის დედა. დილამშვიდობის შვილო. მამა არ დაბრუნებულა? არა. როგორც კი მოტოციკლი დაინახა, მაშინვე წავიდა. ძმა თაჰირთანა დამშვიდდება და მოვა. სიბელ, სახელოსნოში ნახე. თუ რა თქმა უნდა ღიაა. ყველაფერი გაიგე. სახლში რომ მოვა სეირს მერე ვაჩვენებ. დილამშვიდობისა. სიბელ, მათ ხომ თაფლობისთვის გატარება სასტუმროში უნდოდათ. გუშინ მამას სიურპრიზის მოწყობა უნდოდა. მოტოციკლი რომ დაინახა, გაბრაზდა. საინტერესო ქალია, მაგრამ ვიღაცა სულ ტყუილად მოუშალა ნერვები. სიბელ, ნერმინმა არ მიულოცა არა? იქ შენ არ გეხება. სხვი საქმეში ნუ ერევი. რატომ? ნუ თუ ამ ოჯახის წევრი არ ვარ. არა. ამ ოჯახში ყველა გძულს. ძმაო თაჰირ. რა? მამა ჩემი წუხლის შენთან იყო? დედა საშინელ ხასიათზეა. მოჩვენებასავი დადის. პრობლემა მოგვარებულია. ოსტატი მალე მოვა. ამაზე ნუფიქრობ. ჩაის დავლევ. დილიდან ცუდ ხასიათზე ვარ. დალი. აბა, მოტოციკლი სად არის? მე სხვა რამე უფრო მაინტერესებს. მისი ცოლი მთელი საღამო შენზე გაბრაზებული იყო. ვისი ცოლი? შევწყვით ქორწილში. გოგოს ძალიან ეწყინა. საჩუქარი რა საჭირო იყო? მან ხომ წინა კვირას წაიყვანა მოტოციკლი. ესე იგი, მისი გულის მოგება შეძლო. ჰელინი მაგარი ქალი ყოფილა. როცა თქვენ საქმიანი ქალიაო, უშნო მეგონა. არც ილიასი დაბნეულა. საჩუქარიც დაიტოვა. უარი არ უთქვამს. თუ ვერ გავიგე, საინტერესოა. ყველას წინაშე ქალს გული არ ადგინა. დღეს წავა და დაუბრუნებს. დარწმუნებული ვარ დაუბრუნებს. ვალდებულია დაუბრუნოს. ყველას დაპირდა რომ ამ საქმეს თავს დაანებებდა. გოგოსთან და მის ოჯახთან უხერხულია. მამა ჩემზე აღარაფერს ვამბობ. ილიასი რომ მოკლათ, მაინც არ დააბრუნებს. ვიცი. მამას უყურეთ. ხელყუმბარა მოიღო, რგოლი მოაძრო და მშვიდად წავიდა.
ჩაი უგემურია ძმაო თახირ. სახლში ახალი ჩაი გვაქვს. წამოდი. თან რამეს მიაყოლებ. თახირ, რა გინდა? ჩვენთან ერთად სუფრასთან რატომ არ ჩდები? ადრე სულ ჩვენთან ჭამდი. დედა ფატმამ იმ სახლში ერთი პირობით გაგიშვა. თავს რატომ გვარიდებ? ჩემ სახლში უფრო მომწონს ჭამა. და ამიტომ. რა თქმა უნდა. ავადმყოფია. Neden gelmedi acaba? არ არის, რატომ არ მოვიდა? ეს ერთ-ერთი საუკეთესო მოტოციკლია მსოფლიოში. შენ ერთ სპორტსმენს ასეთი მოტოციკლი შეეფერება. შვიდობაში მოიხმარე. ილიას წინაკვირას შენზე ძალიან გაბრაზდი. უხეშად მოგეკეცი. ვიცი რთული პერიოდი გაქვს. ვიცი შეგნებულად არ გაგიცდენია შეხვედრა. შენ მიმართ უფრო ლოიალური უნდა ყოფილიყავი. შესტომის გამოსწორება მინდოდა. გეწყინე რომ ქორწილში მოვედი. Buraya geleceğimi nereden bildin? საიდან გაიგე რომ აქ ვიქნებოდი? გინდა თქვა რომ მოტოციკლი ეზოში იდგა და არ დაჯექი რომ ყველაზე ახლოს მდებარე ტრეკზე გამოგეცადა? დაუჯერებელია. Sağ ol. გმადლობ. Bak benim gitmem. ახლა უნდა წავიდე. შემდეგ რუკა შევადგინოთ. კარგი, ორჯიშის გეგმა შეადგინე. კარგი. დავიწყოთ. Bir antrenman sürecini ჩემი თიამაყებ. აი ნახავ. რა თქმა უნდა. შეხვედრამდე. გაიღვიძე? ეს შენ? ფრთხილად. yavaş yavaş çek. შენ იმ ზითვიდან ამოიღე? Güzelim. საყვარელო. Ne oldu? რა მოხდა? ცუდად გეძინა? Biraz anormal bir შენი აზრით ეს ნორმალურია? koca motorla çıkıp gelmesi. Helin. ჰელენი ნორმალური ქალი არ არის. Düğüne davet ის ხომ დაპატიჟებულიც არ იყო? Ya ben onu... მე დამავიწყდა და შეიძლება ბიჭებმა დაპატიჟეს. თან ჩვენთან ასია მიღებული. Ya ayrıca... მოსაწვევს არავინ ელოდება. Böyle davet falan bekliyorum. მაგალითად ჰელენის ქორწილში დაუპატიჟებლად მივიდოდი. Şimdi ო, mesela Asya. Helin'in düğünü olsa... Ben მოსაწვევი არ დამჭირდებოდა. Ben direkt giderim düğüne.
Yani ben bütün გამოდის რომ ყველაფერი მოვიგონე? ის ქალი შენ მიმართ არაფერს გრძნობს? Sesi yok öyle mi? ასეა? Ya yok. არა, რა თქმა უნდა, არა. Tabii ki yok. წინა კვირას Şimdi onu ჩემზე გაბრაზებული იყო. SMS attı bana. Motoru მოტოციკლით წაიყვანა. Sonra შემდეგ აღიარა რომ შეცდომა დაუშვა და düğünümüze gelip გადაწყვიტა ქორწილში მოსულიყო რომ ბოდიში მოეხადა. Biz onunla aylar önce რამდენიმე კვირით წინ სერიოზული ნაბიჯი გადავდგით. yarı yolda bıraktık. მივხვდა რომ შუა გზაზე მიმატოვა და უბრალოდ შერწყვა. Sonra oturup მე დაფიქრდა, თავი ჩემ ადგილას წარმოიდგინა და ყველაფერს მივხვდა. Nasıl yapacaksın? ეს როგორ წარმოგიდგენია ილიას? Dün sırf motor geldi diye. ყველასგან kafamdan მადლობთ. çıktı gitti. Nerede? გუშინ მამა შენი სახლიდან წავიდა, როგორც კი მოტოციკლი დაინახა. რა შეჯიბრი? Sonuçta biz de onların... ჩვენ ხომ ერთ სახლში უნდა ვიცხოვროთ. Sen merak etme. არ ინერვიულა. Ben bir yol. რამეს მოვიფიქრებ. Önce bir ჯერ თურქეთის ჩემპიონი უნდა გავხდე. okupayı როცა თასს ავიღებ, ჩემზე ყველა აზრს შეიცვლის. Sonuçta altı. ახლა ყველაზე მაგარი რკინის ცხენი მყავს. Sonrası. ჩვენი ცხოვრება სრულიად შეიცვლება. Şimdi ყველაფერი დროებითია. Çok ძალიან მალე ჩვენი სახლი გვექნება. kuracağız. არ ინერვიულა. Ya ben seni შენი მესმის? anlamıyorum. არ გეგონოს რომ არ მესმის, მაგრამ მორჩი. დაივიწყე. 100 ავჯი. წამოდი, ჭამოთ. Bir şeyler yiyelim. Ben herkese ახლა 100 ავჯი ვარ არა? Çok acayip. საინტერესოა. Evlenince bir gün ხოვდები და სხვა ადამიანი ხდები. Sen beni... ახლა ჩემი ცოლი ხარ. Ya bir insan... ასეთი პატარა გოგო როგორ შეიძლება ჩემი ცოლი იყოს? Aa, sen kendine Şiş bak, şehede. tamam. Bir de baba თან olacak. მამობას აპირებ. Genç yaşta iki ამასაკში ორი შვილი მეყოლება. olacak ya. შენ კი ოჯახის უფროსი იქნები.